რა პროფესიაში შეიძლება ვიყო წარმატებული, ფინანსების საიდან მოვიზიდო. ესეთი ცხოვრებისეული კითხვებით ხშირად ასტროლოგთან მიდიან ხოლმე, მაგრამ რადგანაც ახლა ასტროფსიქოლოგიაში ცოტა სხვანაირად ვუყურებთ ამ ყველაფერს, ხო, მინდა გაგიზიაროთ სინამდვილეში როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, ხო? და როგორ შეგვიძლია ჩვენ რეალურად გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია, რაც ასტროლოგიაში მაგალითად შეგვიძლია ვნახოთ, ხო, იმიტომ რომ ნამდვილად ჩანს პოტენციალი ადამიანის, ჩანს უნარები, შესაძლებლობები, გვაქვს პირდაპირ სქემა ასტროლოგიაში, ფინანსები როგორ შეიძლება რომ შემოუვიდეს ადამიანს, ხო, რა სფეროში უნდა შევიდეს, მართლა არის ესე, აი პირდაპირ ფორმულებში გვაქვს ასტროლოგიაში. შეგვიძლია დავგეგმოთ ცხოვრება, აი ძველი ხედვებით რო შევხედოთ, ну შეიძლება ეს რაღაც ნაწილზე მუშაობდეს, მაგრამ ახლა გეტყვით სინამდვილეში რა ხდება. ყველაფერი არის შინაგანად, ფსიქოლოგიურად, ჩვენ რო სადღაც მივდივართ რაღაც სფეროში, როცა ცნობიერება რაღაცაში მიდის, რო აი ცნობიერად მე ვიცი, რომ ნუ მითხრეს, რომ ეს კარგია, ნუ ასე თუ ისე გამომდის, ნუ ასე თუ ისე მაინტერესებს და წავალ ამ სფეროში და ნუ კარგად ვიცხოვრებ, ხო? ან ნორმალურად ვიცხოვრებ, ან გავიმჯობესებ ჩემს მდგომარეობას. სამდროში ფსიქოლოგიურად ცოტა სხვანაირად მუშაობს, მეგობრებო, რომ შეიძლება ეს არის ნამდვილად ამ ადამიანის გზა, არის შესაძლებლობები, მაგრამ იქამდე უნდა მივიდეს შინაგანად, ანუ ცნობიერი და შინაგანი ენერგეტიკული ველი თანხwebdriverში უნდა იყოს, ხო? და ჩვენ უნდა შინაგანათაც ვიყოთ იმ სფეროში, შინაგანათაც ცხოვრობდეთ ამ სფეროს და არა მხოლოდ ცნობიერად და გონებით, ხო? უმრავლესობა როგორ არის, ხო, გარშემო აი თუ დავაკვირდებით, რაღაც სფეროში არის ადამიანი, შემოდის, უცებ ყველა გაიცნობს, ყველა ტაშს უკრავს და გადის დრო და ქრებიან თითქოს ეს ადამიანები, ხო, რაღაც სფეროდან. აღარ არის ისეთი ინტერესი, თითქოს რაღაცა ის იყო ბურუსი, კვამლი და მე გაქრა ეს კვამლი და რეალობა გამოჩნდა, ხო? და ამას შევხედავთ ლიტერატურაში, ამას შევხედავთ ხელოვნების სხვა სფეროში, ამას შევხედავთ ჩვეულებრივ ბიზნეს სფეროშიც, ხო? აი, რასაც ვერ იჭერს ენერგეტიკა და მხოლოდ სხეულით არის ადამიანი იმ სფეროში, ხო? ის არის დროებითი და ის ბოლი აუცილებლად გაიფანტება და გამოჩნდება სიცარიელე. სინამდვილეში სფეროს ცნობიერი ან ტვინი კი არ იჭერს, სფეროს ენერგეტიკა იჭერს და ეს ენერგეტიკა მოდის შინაგანად, ქვეცნობიერიდან მოდის და ჩვენ ქვეცნობიერით თუ არ მივდივართ რაღაც მიზნებამდე და მხოლოდ რაღაც ეგოს თამაში არის სურვილები, რომ მე მინდა, მაგრამ მე შინაგანად ამას არ შევესაბამები, ჯერ იქამდე არ დამწიფებულ ვარ ქვეცნობიერად, ხომ რომ შევიდე ამ სფეროში.